პასუხობდა რაღაც მოგეთ შევაჯამებ მე მგონი ერთ და იგივე ზღეჭავთ უკვე. ერთი ფასად შეეხება ცხადე რო ფასი დავარდება ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რავი ეს წერია სახელმწიფოს პირველ გვერდებში. ხო მეუბნებით ახლა დავიჯერო თუ რა. მარტივ ეკონომიკური კანონია. თუ მე მაგ არ დაიჯერო და რა. აი მომიცვიდა იქებ გაიგო რაღაცა ხო. ხო რა უნდა იგი რაღაცა. იგი რაღაცა და ყავს სამი ბატონო დისკრიმინაციული იგი რაღაცა აბსოლუტურად თავისუფალი აუდიტორია რაზეც სულ ფინაზე უკრავენ. სამი დაბალმწკიდელობის მქონე მყიდველი საქართველოს მოქალაქე. ან მყიდი იგივე ვაჟს და მყავს სამი დაბალმწკიდელობის მქონე საქართველოს მოქალაქე და ორი მაღალმწკიდელობის მქონე უცხოელი. ცხადე რომ ვაშლის ფასი იქნება უფრო მაღალი, იმიტომ რომ მივყიდი იმას ვინც უფრო ძვირს. ვაშლია, მიწა ვაშლი არ არის. ეს არის მარტივი გამიშრება გაზგინა მიწა ვაშლი არ არის, გაიგეთ. ვინა წინ დაგაყიდე მაგას არ არის. ხო, წინ დაგაყიდე. ვაშლი მიწა არ არის ვაშლი. ეს არის განსაკუთრებული საკუთრება. განსაკუთრებული ქონება არის. всё, დამთავრდა. ერთი მეორე შეეხება ლიტვის მაგარი და რაღაცას რომ სადღაცა ლიტვაში არის აკრძალული, ისრაელში არის აკრძალული. კი ეგეთი ქვეყნები არსებობს, ანუ განვითარებული ქვეყნები არსებობს, სადაც ეგეთი რეგულაციები არის. ერთი რომ ამ რეგულაციის ადმინისტრება იქაც ვერ ხდება, იმიტომ რომ შემოვლითი გზები არსებობს, საქართველოსი არსებობს და ჩვეულებრივი კორუფციის ამბავი იქნება. მეორე, ანუ სხვა ქვეყნები განვითარებული რო არიან, მაინც სისულელები ხო არ უნდა გადმოიღოთ, ხო? ეგ რა ლოგიკა არის მესამე თარგმნის, ანუ იგივე ლოგიკა